20 წელი სიტყვების გარეშე მცხოვრები ნარიმან მაქარაშვილის, იგივე ბერი ნიკოლოზის უმძიმესი ცხოვრების ბოლო გზა ასეთია. სოფლიოს მლოცველიო, მართლმადიდებლობის მცველიო, სიყვარულის ფორმულა. საკუთარი მრევლისთვის იგი თანამედროვე წმინდანი იყო. ვიღაცეებისთვის განკაცებული ღმერთიც და ვიღაცეებისთვის უცნაური კაცი, ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებით. მინდა რომ სასუფეველი დაუმყიდროს უფალმა. ამინ, ამინ. თქვენ კარგად იცნობდით? კარგად, ვიცნობდი კარგად. ეხმარებოდა, დამინახავდა და ხელათ აი რა ვიცი, ძალიან კარგი საბეჭდილება, კაი მამაო იყო ყველასთვის. И еще я прошу прощения у Сакартвела за русских, за всех русских. Прошу прощения. Мапатые. Сакартвела, мапатые. მასთან გამოსამშვიდობებლად მისულ ადამიანებს სასწაულები სჯერათ. ისინი გვიყვებიან ხილვებზე, უკურნებელი სენისგან და უშვილობისგან განკურნების ქრონიკას გვიზიარებენ. ერთმშვენი ერთ დღეს სახლში ვზივარ, რუსეთში ხდება ეს და დღის სულზე, მზის სულზე, აი სადაც ვიჯექი ჩემს წინ იყო კედელი და კედელიდან გამოვიდა მამაო, აი ასე ამ ფორმაში და დამენახა, გაჩერდა და როგორც გამოვიდა, ისე გავიდა. მამაოს კარებთან ვდგავართ, მთელი ჩემი ოჯახი, დედა ჩემი შვილები გვიღებს კარებს და იმ ფორმით ხვდება. მაცხოვრის ფორმით ხვდება და შემგვიპატიჟა სახში და ვიგრძნო მთელი ღამე წვალობდა იმისთვის, რომ აი რაღაცეთ გაგომასპინძლდებოდა. ნუ ეს ასე აღვიქი, რომ დედა გადარჩებოდა და მართლაც ბევრი წვალების მერე დედა გადარჩა. ბერი ნიკოლოზი მრევლს ბოლოს 9 აპრილს ეკონტაქტა. ამ დღის შემდეგ იგი ცოცხალი აღარავის უნახავს. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, როცა იგი იპოვეს 2 დღის გარდაცვლილი იყო. ეს 19 აპრილს მოხდა. დეტალები ზუსტად იქ შიგნით რა მოხდა, ვინ შევიდა, მანამდე ან შევიდა თუ არა ვინმე, ჯერჯერობით უცნობია ეს ყველაფერი ჩემთვის პირადად. ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა ბოლო დროს? ჯანმრთელობის პრობლემები მამა ნიკოლოზს ჰქონდა, ეხლა არა. ანუ დაახლოებით 20 წელიწადი არის მამა ნიკოლოზი ესე ძიმეთ მოიტყვიან მიათრევს ჩემი სუბიექტური აზრია მამა გაბრიელის მერე საქართველოს ჯვარს. ფონიჭალაში მდებარე ამ ბინაში, სადაც ბერმა წლები იცხოვრა, ექიმს რომ არ უშვებდნენ კადრებშიც ჩანს. მრევლის ნაწილი კართანაა გამაგრებული. კადრებში ისმის სიტყვიერი მუქარა. მამაოს კარებს არ მიეკაროთ ეში თქვენ ითვიდო. ფეიცადით თქვენი. ლაზარე მისი კლასელი და ბავშვობის მეგობარი იყო. ბერი ნიკოლოზის ხმა თუ მხოლოდ ერთეულებს ახსოვთ, ლაზარეც ერთ-ერთი მათგანია. რახან ამხელა ბერი სხვის დაავადებებს ტვირთულობს, სხვის ეს ბერი გაბრიელიც ასე იყო, ხო მას მთელი დაავადებები, ასე ვთქვათ, სხვების შეგროვილი აქვს თავის ორგანიზმში, საიდუმლო გზით. თუმცა სისხლი უხრწნელია ამ დროს, არა? ბერი გაბრიელის შემთხვევაში ასე, ანუ სისხლი უხრწნელია ნიშნავს აბსოლუტურად ჯანმრთელი. ყველა სასულიერო პირი პროფესიონალი არ არის, ხო? ყველა მორწმუნე პროფესიონალი არ არის, ხო? ყველა სასულიერო პირი რაღაცნაირად განსხვავდება ერთმანეთისგან, ხო? არის მოძღვარი, ასე ვთქვათ. ჩვენ მამა ნიკოლოზს ვთვლიდით მოძღვარად. გათბობის, ლოგინის, ცხელი წყლისა და მედიკამენტების გარეშე წლები ცხოვრობდა კაცი, ვისი სახელიც ბევრისთვის ღიმილის მომგვრელი იყო. ეს მრევლშიც იციან, მაგრამ როგორც თავად ამბობენ, სჯერათ რომ დადგება დღე, როცა მას ქრისტიანობის მცველად აღიარებენ. სამწუხაროს და საქართველოს სირცხვილი რომ ასე ვერ აღიარეს, მამა ნიკოლოზი ვერ შეიცვალა ქართველმა ერმა, რომელსაც თავი ჰქონდა გადადებული პირადად მას. ანჯვა წამებაში იყო სულ აი ყველაფერს მოკლებული, არა ადამიანურ პირობებში გზანდებოდა და ეს ერმა არ იცოდა და ქილიკობდნენ და იცილოდნენ.
დაკრძალვის დღეს ეკლესიის ეზოში მოვიდა ქალი, რომელიც საბჭოთა წარსულში ბერი გაბრიელის მრევლი ყოფილა. მდუმარე ბერ ნიკოლოზს სწორედ გაბრიელ სალოსის იდეოლოგიურ მემკვიდრედ მიიჩნევენ. ღვთიური სხივი ყავს საქართველოს ერთი და არის პატრიარქი ერის, ხო? ორი პატრიარქი ყავს, ერთი ღვთიური სხივი და ის იყო ბერი გაბრიელი. ბერი გაბრიელის შემდეგ იყო ბერი ნიკოლოზ. ნახეთ როგორ დაუფასებულად. მამა ნიკოლოზი გვეუბნებოდა, მამა გაბრიელმა დაანგრია საბჭოთა კავშირი. გამიგეთ, ამას ამბობდა. წყაროების მიხედვით სალოსობა ქრისტიანული ბერმონაზვნობის წიაღში მე-6 საუკუნეში იბადება. თავდაპირველად სალოსები იყვნენ ქალებიც. პირველად ეს ფენომენი გვხვდება, ასე ვთქვათ, ეგვიპტურ მონასტრებში, შემდეგ სრულდება სირიაში, ბიზანტიაში და ქრისტიანული სამყაროს სხვადასხვა ნაწილებში. რა არის სალოსობა? ეს არის წმინდანი, რეალურად რასაც ეკლესია აღიარებს, როგორც ეკლესია ასწავლის, სინამდვილეში ადამიანი, რომელიც არის წმინდანი, მაგრამ თავს იგიჟიანებს, თავს იმცირებს მაქსიმალურად, რათა აარიდოს საკუთარი თავი ქრისტიანულ ასკეზაში, ცნობილ ერთ-ერთ უმძიმეს ცოდვას, ეს არის ამპატავნება. გოდერძი ურგებაძემ, იგივე მამა გაბრიელ სალოსმა საბჭოთა სისასტიკის ყველა საზვერე გაიარა. სამხედრო აღლუმზე ლენინის უზარმაზარი სურათის დაწვისთვის იგი დააპატიმრეს, აწამეს და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამოგედეს. გარდაცვალებიდან 17 წლის შემდეგ კი წმინდანად შერაცხეს. საპატრიარქომ მისი წმინდანად შერაცხეთ, მე ვფიქრობ, რომ საპატრიარქო შეეცადა მასში სწორედ ეს დისიდენტური ასე ნაწილი მისი მოღვაწეობისა დაიჭრილა ჩემი აზრით. ნიკოლოზ მაქარაშვილი ბერად 1992 წლის 5 ივნისს აღიკვეცა და 3 წლის განმავლობაში სწორედ ბერი გაბრიელის მორჩილებაში ცხოვრობდა. მას მღვდელმსახურება საპატრიარქომ 90-იან წლებში შეუჩერა და ოფიციალურ მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. ამის მიუხედავად მდუმარე ბერის ირგვლივ მრევლი წლიდან წლამდე იზრდებოდა. უნდა ითქვას, ახლა რა დამოკიდებულება ჰქონდა თვითონ მღვდელმონაზონ ნიკოლოზ კონკრეტულად აი ამ ადამიანი, აგრესიული ადამიანების მიმართ არ ვიცი, თვითონ მისი ნაწერები სავსეა ისეთი შეხედულებებით და უცნაური აზრებით, რომელსაც ზოგიერთი თვლის, რომ ეს არის რაღაცა აღმოსავლური სწავლებების, ბუდიზმის, ინდუიზმისა და ქრისტიანობის რაღაც ძალიან უცნაური ნაზავი. ბევრი ადამიანი, ვისაც წამს მისი წმინდანობა, ვიც იყო მისი ძველი ნაცნობი, ლაპარაკობ აი აგრესიულ სექტანზე, არამედ ვიც ახალგაზრდობიდანვე იცნობდა მას. ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ეს სწორედ ამბობდა სალოსობით, ანუ სალოსობის ნაწილია, მისი ნაწერებიც, მისი ქცევაც და ეს ყველაფერი. წარსულში კვანტური ფიზიკით, ფილოსოფიით, აღმოსავლური მოძღვრებით დაინტერესებულმა ნარიმან მაქარაშვილმა 20 წელი მდუმარებაში და სავარძელში მძინარემ გაატარა. მისი გარდაცვალების მიზეზი დღემდე უცნობია. ის იყო ბერი, რომელსაც ჯიპით არასდროს უვლია, რომელსაც ქონება არასდროს უგროვებია და ვის შესახებაც სუსის განთქმულ კრებსებში ძალადობის არც ერთი ფაქტი არ ჩაწერილა.